მოსკოვი კვამლშია გახვეული უკრაინამ ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქზე ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა, ამას თავად კრემლის მედია წერს. გარდა ამისა, უკრაინული დრონები თავს დაესხნენ რუსეთის 17 სხვადასხვა რეგიონს, დარტყმები განხორციელდა ანექსირებულ ყირიმსა და აზოვის ზღვის აკვატორიაზე. თავდასხმების გამო მოსკოვის 4 აეროპორტი დღეს უკვე მესამედ დაიხურა. შერემეტიევოში ევაკუაცია განხორციელდა როგორც ტერმინალებიდან, ასევე თვითმფრინავების ბორტებით. ტრამპმა ამერიკა-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი ვერსალის სასახლეში მოაწერა. დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში ვახშამი მაკრონის ორგანიზებით გაიმართა. ხელმოწერილი გვერდის ფოტო ირანულ მხარეს გაეგზავნა, რის შემდეგაც ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშკიანმა მემორანდუმს ხელი ელექტრონულად მოაწერა. მემორანდუმი 14 პუნქტიანია და ყველა ფრონტზე მუდმივი ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობს. სტიქია ახმეტის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პანკისის ხეობაში პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარეებმა საცხოვრებელი სახლების სარდაფები, ეზოები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა. პრობლემებია საავტომობილო გზებზეც. ამ ეტაპზე ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია. ბათუმის მიმართულებით თბილისიდან მიკროავტობუსით მგზავრობა 10 ლარით, მინივენით კი 5 ლარით გაძვირდა. მძღოლების თქმით, ფასის მატება საწვავის გაძვირებამ გამოიწვია. მგზავრობის ღირებულება გაზრდილია როგორც სადგურის მოედნის მიმდებარედ არსებული ავტოსადგომიდან, ასევე დიდუბის ავტოსადგურიდან და აღმაშენებლის ხევნიდან.